ოჯახში ახალი წევრი გვყავს. მარინ გესტალტი. ვიდეოში მოგეყვებით ამ ველოსიპედის შესახებ დეტალებს და თან გავტესტავთ. ჯერ არ მინახავს. აუ ძალოსია. აუ ძალოსია ვართო. დუდერე. მოკეთ, ჩემ შეხვას გეტყვით რა. მიყურებს ორი მექანიკოსი. ხელსაწყო როდნავ არასწორად მეჭირავს, ეგრევე მეურებელი. ესე დაიჭირე, ისე დაიჭირე. დღეს მოგიყვებით თუ რა ველოსიპედი ვიყავს. მაშინ ასე მოვიდეთ რომ გაგაცნოთ ჩემი ველოსიპედი. პირველ რიგში გეტყვით ერთ-ორ სიტყვას მარინის შესახებ. მარინი არის ამერიკული ბრენდი, რომელიც აწარმოებს არა მარტო გრავილის სტილის ველოსიპედებს, არამედ ტოპ საუკეთესო სამთო ველოსიპედები ყავს. ასევე ქალაქის ველოსიპედები ყავს ძალიან კომფორტული და ყავს ელექტრო ველოსიპედები. რაც შეეხება ჩემ ველოსიპედს, ჩემი ველოსიპედი არის მარინ გესტალტი. ამ ველოსიპედს აქვს წინ 2 სიჩქარე და უკან 8 სიჩქარე. ისეთი კბილები აქვს, რომ ძალიან კარგად დავდივა როგორც სწორზე, ასევე რა თქმა უნდა დაღმართზე და ასევე აღმართშიც არის ძალიან კომფორტული. მოხუჭები აქვს ტექტრო, არის დისკურზე და საკმაოდ ეფექტურია. სიჩქარეები აქვს შიმანო კლარისი, ასევე აქვს ვითის საბურავები ამ მომენტში, თუმცა ვაპირებ რომ გადავიდე ვიტორიას ტუბლეს საბურავებზე უახლოეს პერიოდში. ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც მომწონს არის ის, რომ ესკაპალები გადის ჩარჩოში, რაც უფრო დახვეწილს ხდის ამ ველოსიპედს. რაც შეეხება უკვე დანარჩენ ნაწილებს, როგორც არის ჰაბი, საჭე, სკამი და ასე შემდეგ, მარინი აწარმოებს თავის პროდუქტს და მიყენია მარინის ჰაბები, ასევე საჭეს და სკამიც. ახალი ველოსიპედი არასდროს ამყოლია და ეს ყოფილა მართლა ტოპ შეგრძნება. თან არის ჩემი საყვარელი ფერი, თავისი პატარა ჩემი ტოპ საყვარელი ფერის ელემენტებით. მე ძალიან მიყვარს ტყე და მათ შორის აქვს ტყის პატარ-პატარა ელემენტები და მათი დევიზი არის made for fun, რაც ჩვენში ძალიან კარგად ჩნდება. უკვე მოვასწარე და დავაყენე ჩამკეტი ფეხსაცმელები. ეს ველოსიპედი განკუთვნილი არის როგორც ასფალტზე გადასაადგილებლად, ასევე ძალიან კომფორტული არის გრუნტზე გადაადგილების დროს. გულწრფელად თქვა, არ მეგონა ესეთი რბილი თუ იქნებოდა. ეს ველოსიპედი კარგი დამატებით არის იმის გამო, რომ შეგიძლიათ ჩანთები ძალიან მარტივად დაამაგროთ, იმიტომ რომ აქვს ამის საშუალება. ეს ნახრეტები აქვს როგორც წინ ჩანგალზე, ასევე უკან. რაც შეეხება ფასს, ეს ველოსიპედი სპეციალურად შევარჩიე, იმიტომ რომ არის საკმაოდ ხელმისაწვდომი ნაწილებზე, რა ნაწილებიც არის ზოგადად დაწყობილი. და ეს ველოსიპედი ღირს 2250 არის დამატებით სხვა ფერშიც, შეგიძლიათ სხვა ფერით შეარჩიოთ და ასევე სხვა სტილებიც. ეს ველოსიპედი გავტესტეთ, ვიყავით მცხეთაში ორჯერ, ვიარეთ სველ ზედაპირზე ასევე და საერთოდ არ სრიალებდა. ასევე იმდენად ჩქარა ჩავედით მცხეთაში და იმდენად ჩქარა ჩამოვედით მცხეთიდან, რომ დაგვჭირდა დაახლოებით საათნახევარი. ესეც საშუალო ტემპით, იმიტომ რომ თავიდან მორგება ჭირდება ველოსიპედს და არ არის ესეთი მარტივი პირამით დაჭდა და იარო რაღაცა შორი დისტანციები. ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ არის ძალიან ჩქარი, ძალიან მოქნილი და ძალიან ეფექტური. რაც ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დავდივარ სხვადასხვა დისტანციაზე, სამოგზაუროდ, ვიღებ შეჯიბრებებში მონაწილეობას და ვფიქრობ, რომ მე და ეს ველოსიპედი საკმაოდ ბევრ და საინტერესო ადგილს მოვიდახოთ. ამ ველოსიპედს საკმაოდ ხშირად ნახავთ ჩემს ვიდეოებში, თუმცა სამთო რჩება ჩემთვის ტოპ პირველად. არავის არ ვღალატებ და სამთოზე შემოგთავაზებ სხვადასხვა პატარ-პატარ ვიდეოებს. ველოსიპედი არის საკმაოდ მსუბუქი. არის ალუმინის და არის ძალიან მსუბუქი. ჩემთვის მსუბუქი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვარ მსუბუქი წონა და მისი მართვა ძალიან გამიმარტივდება. ეს რა გურჯდებია ხოლმე? აჰა. წაღადაობა. მაშასე, დადგა დრო რომ გავტესტოთ ჩვენი ახალი ველოსიპედები. ეხლა მივიდივართ მცხეთაში და ნახოთ როგორ ივლის. რაკეთ ქვაფენურზეც შეიძლება დადეს იმის გათვალისწინებით, რომ საბურავი აქვს. მაინც რა უნდა მოსხოვო მეტი? და გაგვიწმინდა, მაგრამ
ისეთ სასიამოვნოა, რომ უკეთეს რომ ვერ ინარდა. გაზაფხულის სუნი ის რეალებს ეს ველოსიპედი ამ გზებში აი უკარგესია. მცხეთის საუბრის პარკინგი. მცხეთა თუ ლობიოზე არ შემოიარე წყლითან ერთად. დაბრუნების დროა. სალობიე, კლასიკა ამ გზაზე. კი არ მიდის მიფრინავს. დაბრუნდი. მოკლედ შეჯამება, მაგალითად ჩემი ველოსიპედი მიუხედავად იმისა, რომ რკინის არის და წესით სიმძიმე უნდა ეტყობოდეს, იდეალურად მისრიალებდა ასფალტზე. სადაც იმაც დაემთხვა, გავატალახიანეთ ველოსიპედები, მაგრამ კმაყოფილი ვარ აი ამ მოკლე გასვლით. ძალიან მომეწონა. იმდენად კარგი იყო, რომ ანუ ესეც მართლა არ ველოდი, მეგონა რომ ფუნქცია იქნებოდა. რაც შეეხება თუ რატო ვარ ტალახიანი? იმის გამო რომ მივყავდი ძალიან ახლოს გიფსის და გიფსის ტალახებია, ჩემი ტალახები არ არის. კაი, კაცო ველოსიპედი დაგვანახე. შვენიერი. ანუ შენთვის ჩააბარა ტესტი. შემდგომ შეჯამებას კიდე გავაკეთე. არასდროს არ მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ყოველი რაიდის მერე წმინდავდნენ ხოლმე ეს ველოსიპედზე, თითოეული რაღაცა პატარა ტალახიც კი არ მოსწონდა და ესე აზიზინებდნენ, მაგრამ ეხლა მესმის და მივხვდი ახალი რას ნიშნავს ახალი ველოსიპედი საერთოდ, იმიტომ რომ ეხლა არის ტალახიანი და უნდა გავწმინდო. მადლობა რომ მიყურეთ და გამოიწერეთ ჩვენი არხი. აქვე გეტყვით რომ შემდეგ ვიდეოში გაგაცნობთ მარინ ნიკასიას, რომელიც ყავს გიფსის და რომელიც არის ულამაზესი ველოსიპედი. კარგად.